მოგესალმებით. მე გვაძი ვარ და დღეს მოვედი ბრაიან პარკში, სოფლიოში ყველაზე ცნობილ საშობაო მარკეტში. ცოტა სიგიჟე ხდება, მაგრამ ცდები რომ განახოთ თუ რას გავსინჯავ აქ. აქ არის წარმოდგენილი სოფლიოს სხვადასხვა სამზარეულობიდან საშობაო საჭმელები. ეს ამაზად გამოიყურება აქაურობა, მაგასაც განახებთ. ახლა რიგში და მივირთმევ corn dogs. ცხელ შოკოლადსაც აუცილებლად აქაურობის მთავარი რაღაცა არის ცხელი შოკოლადი და მე ძალიან მიყვარს შოკოლადი და გავსინჯავ პირველი corn dogs და ცხელ შოკოლადს. დავედ. Can I have a original one? And the mozzarella one is without meat, right? In mozzarella no meat. Yeah, can I have one mozzarella, one original? აქ ფიზიკურად დაჯდომა და ისე გასინჯვა შეუძლებელია, ასე რომ ყველაფერს ცალ-ცალკე გავსინჯავ როგორც ხდება რა. ეს არის პარმეზანით, ეს კი არის კლასიკური სოსისით. ორივეს გავსინჯავ ახლა და ვთქვით როგორია. ეს ძალიან უნდა ხრაშუნობდეს. პირველ სოსისიანს გავსინჯავ. ზოგადად 2 თვეა დიეტაზე ვარ და შეიძლება ყველაფერი მეგემრიელოს და სანდო არ ვიყო, მაგრამ ძალიან მემრიელა. Let's go back this way. Hang left. ძალიან გემრიელია, ვიღე. მას სოსისით რა თქმა უნდა უკეთესია. 10 minutes. საყვარელი ცხელი შოკოლადია. ესეთ რაღაცებს ადებენ თავზე. Oh. Thank you. ძალიან მიყვარს ცხელი შოკოლადი და საერთოდ შოკოლადი ყველანაირი. არ შემიძლია ცხოვრება მაგის გარეშე. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს 2 თვეა თითქმის შოკოლადი საერთოდ არ მიჭამია და არც ცხელი შოკოლადი დამილევია, ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ. სახალხოდ ყველაფერი შეიძლება ასე რომ. ძალიან კარგად გამოიყურება. იმედი აქვს ეს კანჩი იწმება. აპს გემოია. აუ ძალიან ბევრი საქვია. დარიჩინი აქვს ძალიან ბევრი და ვერ ვიწან დარიჩინი. ესე გემრიელია. უფრო გემრიელ შოკოლადს მე ვაკეთებ. ისა რა ქვია, ეს ჩოულებრივი ზევიდან whipped cream-ი აქვს. რომელსაც ასხამენ და ზევიდან აწვავენ რა. ზევიდან აქ პატარა შოკოლადის ისინი მოყევენ და ეს კანჩის ფორმა იყო შოკოლადი. თვითონ შოკოლადი ძალიან ცხელია. აფერისტები არიან, ცოტა სყრიან. ეს ვიზამთ. ფული უნდა გააკეთონ. დიდად არ მეგემრიელა, მაგრამ მიწევს დალევა რა ვქნა. $12 გადავიხადე. ფასებსაც გეტყვით, corn dog-ში 2 ცალში რაც ვჭამე, გადავიხადე $23 და ამაში ერთში $9 და მეორეში $11. სულ გამოვიდა $20. თავის ტაქსებით სადაც $23 გამოვიდა. ნუ რა თქმა უნდა ძვირი არის, მაგრამ ნუ ნიუ-იორკი აქ ყველგან ესეთი პასებია და პლუს ისეთ ადგილას ვართ, რომ ბუნებრივია რომ აქ ძვირი იქნება რა. სულ ტურისტები არიან. ეს ხალხი ყველა ჩამოსული აქაური. ადგილობრივი ნიუ-იორკელები თითქმის არ არიან აქ. შეხედეთ ამ რიგს. ამ რიგს შეხედეთ, ეს რიგი არის დუბაის შოკოლადის რიგი, რომელშიც დევს მარწყვი შიგნით. შარშან მე და ჩემო მეგობრებმა ვიყიდეთ. წელს აღარ გავსინჯავ, არ განახებთ მაგას, იმიტომ რომ აი სრული საშინელებაა და ღირს $24 ერთი ესეთი ჭიქა. მარწყვი და დუბაის შოკოლადი შიგნით. ასე რომ არ მიღეს მაგ ფულის დახარჯვა იმაში, რომ რაღაც უაზრობა გავსინჯო, იმიტომ რომ დუბაის შოკოლადს არ გიждები დიდად განსაკუთრებული ჩემს არაფერი არ ამაა. ეს ჩატენილი მარწყვი. ასე რომ სხვა რაღაცები გავსინჯოთ ჯობია. ეხლა ჩემი ოპერატორი და მე გავნაწილდით 2 რაღაც ყველაზე პოპულარული რაღაცის რიგში, იმიტომ რომ შეუძლებელია თითქმის აქ რიგში ჩადგომა, ის ცალკე იგივე რიგში დგას ზუსტად. აი ეს ხალხი ყველა ეს ხალხი ელოდება ერთ რაღაცას კონკრეტულს და არ მე ძალიან მაინტერესებს ახლა სხვა გზა არ არის, უნდა ჩაუდგე.
სხვა დროს არასდროს ჩავდგებოდი, მაგრამ კონტენტი მოითხოვს ესე. დაველოდები, ცოტა დროს დავკარგავ, მაგრამ სამაგეროდ საინტერესო რაღაცას გაჩვენებ. მართალი გითხრათ არც ვიცი რა არის. ლამაზი შენობები უკან. ეს ძველი შენობები მომწონს ყველაზე მეტად ნიუ-იორკში. რაღაც შუშის სათამბჯენებს ბევრად ჯობია სილამაზით. რაც ისეთი მოგონებებს აღმიძრავს რა ძველი 70-იანების ფილმებიდან. ძალიან ცივა, მაგრამ საკმაოდ თბილად მაცვია მომზადებული ვარ ამისთვის. ძალიან მიკეთე ხელთათმანები უბრალოდ მეყინება ხელები. ნახოთ რა იქნება, იმედი მაქვს. კმაყოფილი დავრჩები ამ რაღაცით. ესე როგორ არის ამ რეალობაში TikTok-მა და რილებმა, Instagram რილებმა როგორი გავლენა მოახდინა ამ ადგილას ახლა ამ ხალხი იმიტომ დგას, რომ ეს ადგილი გამუდმებით ხდებოდა და როგორ ჭამდნენ აქ ვიღაც ინფლუენსერები და ეს ყველაფერი ახდენს გავლენას ადამიანებზე, მოდიან მე ამ ხალხში დგებიან ჩემსავით და ცდილობენ ჭამონ რაღაც დებილობა, შეიძლება 85% დებილობა, 15% კარგი რაღაც. იმედი მაქვს ის 15% იქნება, მაგრამ იშვიათად. მე პირადად ქართულ საჭმელს არაფერი მირჩევნია. აუცილებლად გადავიღებ მაგასაც, მაგ ვიდეოსაც ქართულ საჭმელზე ნიუ-იორკში რამდენიმე კარგი რესტორანი ვიცი, ამ რესტორნებს შევადარებ ერთმანეთს. ახლა კი დგავარ ამ რიგში. ცოტა მოვიწყინე და იმიტომ დავიწყებ სისულელების ლაპარაკი, მაგრამ როგორღაც 20 წუთი გადავაგორებ. იმედი მაქვს 20 წუთი. იმიტომ რომ არ დაუნძრავ, არა ერთი ნაბიჯითაც კი. გამოიტანე? Spiced banana and the signature one was bacon. აბა, გავსინჯავ ამასობაში რიგში მომეწია ფენკეიქები. კი ტკბილი არის, მაგრამ ჯერ ტკბილს შევჭამ და მერე ცხარი. ბეკონი. დამიჭირე, გთხოვ. ჩემი ოპერატორი ითავსებს ორივე ფუნქციას. ეს არის ბეკონი, რა აქვს ეს? Heavy cream. და არის პატარა ფენკეიქები, ანუ პატარა ოლადები, ბეკონი და heavy cream, ანუ ნაღელი. ეს ბურთულა რა არის? ეს რაღაც სინამონის ნაყინი. საშინელებაა. ესეთი ცუდი ცხოვრებაში არაფერი მიჭამია. ამაში ანუ ბეკონი და ეს ძალიან უხდება ერთმანეთს. პენკეიქი $18 ორივეში ერთად. ანუ მეორესაც განახებთ ახლა და $18 გადაიხადა და ორივეში ერთად, $9 ეს იმდენად საშინელება არ ვერ შევჭამ უბრალოდ. ის გიხდით? ხო, ძალიან პოპულარული ყოფილა TikTok-ზე, ძალიან ლაპარაკობდი ზუსტად მაგ TikTok-ის ეფექტზე და ძალიან საშინელებაა. ბანანი სავარაუდოდ გემრიელი იქნება. უბრალოდ ეს ამოყვანი ნაღები იმდენად ცუდი არის და მძიმეა გემოია. ვერ მართლა. ამ რიგში ვდგავარ, შეგახსენებთ კიდე. მოე ძალიან გემრიელი. ამას ბოლომდე შევჭამ, ვერ დავტოვებ. მაგრამ ისევ აი ამ heavy cream-ს არ შევჭამ და ძალიან სუყეა. ბანანია, თხილი. არის პატარა pancake-ები, ანუ იგივე pancake-ია, როგორც ოლადები იგივე. ნუ ბანანი მიყვარს უბრალოდ და ეს pancake-ები თბილისში ბევრად გემრიელი მიჭამია. ახლა დავაგრძელებ რიგში ჩადგომას. ამ შუა რიგში გავარკვიე, რომ განთერსის ცნობილი სუპის გასასინჯად გავარ აქ. მე უბრალოდ მითხრეს, რომ კაი არისო და იმიტომ ჩავდექი რიგში, მაგრამ არ ვიცოდი რა იყო. ახლა გავიგე, რომ სუპი არის და ვნახოთ, აბა რა სუპია, გავსინჯავ, გეტყვით. სანახაობრივს არაფერს არ გავს. ამის გამოვიდექი 40 წუთი რიგში და მოკლავანი თუ არ იქნება გემრიელი. არის ტომატის სუპი, ტომატის და ბაზილიკის სუპი და აქვს მოცარელას რაღაც ყველის სტიკები.
მართლა გემრიელია. პიცის соус გავს რაღაცით რა, სუპი, მაგრამ ცოტა ისეთი არა, უფრო თხელი არის და უფრო გემრიელი დასალევია. ეს კიდე რაღაცა ღომთან, აი ყველიან ღომთან, შემწვალ ღომთან ასოცირდება ჩემთვის. მაგრამ სუპი ძალიან გემრიელია თვითონ. რიგში დგომად და იმ ფასად რამდენიც გადავიხადეთ $13 ამაში. ნამდვილად არ ღირდა, მაგრამ გემრიელი არის რა. სხვა რაღაცებს ჯობია აქ რაც არის. ეს არის მექსიკური ჩებურეკი ხო, ემპანადას ესე ქვია რა. ზოგადად სხვანაირად გამოიყურება ხოლმე, ზეთში არის ხოლმე შემწვარი, მაგრამ ხა სხვანაირია, გავსინჯავ. ერთი არის სოკოსი და მეორე ანგუსი, საქონლის ანგუსი. ჩებურეკი ჯობია. არაფრით არ არის შენელებული, პროსტა საქონლის ხორცი და შიგნი და არის სიმინდის ფულისგან გაკეთებული. მეორე სოკო. სოკო ჯობია, სოკოს გემოა კაი. საქონლის ან უბრალო ხორცისგანაა. საბოლოო ჯამში კაია ორივე. შევჭამე უკვე ორივე. დამოვიწყდა რომ ფასი მეთქვა. $13 გადავიხადე ორივეში ერთად. $6 ღირდა ერთი წამი. ყველაზე იაფია რაღაცა გამოდგა. ცხელ შოკოლადზეც კი. გემრიელი იყო საერთო ჯამში, ნორმალური. ამ ჯადოსნური ქალაქის კადრების ფონზე მინდა რომ დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ. და თუ გსურთ რომ მომავალ წელს უკეთესი კონტენტი ნახოთ ამ არხზე, გამოიწერეთ ეს არხი. დროებით გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. კარგად ზანდებოდეთ.